ნახოთ აბა რა შემოგთავაზებს შემდეგი დუეტი. მონაწილეთა დუეტი. ლაშა ბაბუხადია და გიორგი მეძმარიაშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა. მეძმარიაშვილი რომელი ბრძანდები? თქვენ ბრძანდებით მეძმარი, ხო ეგრეც ვიფიქრეთ. რომელიო მეძმარიაშვილი? აქეთა. აქეთა? შესაბამისად ბაბუხადია. ჰობი ბატონ ლაშას თქვენ ბრძანდებით შესაბამისად. 40 წლის ქალიშვილის დიეტა თუ რა? ლიზეტა. ესე გამლიზეტა არის ჰობი? ვინ არის? მაგ მხოლოდ მე გიომ და ლიზეტა ვიცით. აი კი ბატონო. რომანია რამე? რო იცოდი საზოგადოებამ რო აუხსნათ, ეხლა აქ რა წერია, გიორგისაც და ქუთაისი განათლება სახელობის უნივერსიტეტი, საქმენო ლაზღანდარობ. ისე მუშაობ. ლაზღანდარობ, ვინა დირექტორი თქვენთან? უარ შეუცვლიათ. ჰობი 40 წლის ქალიშვილი ლიზეტა. საყვარელი ცხოველი 40 წლის ქალიშვილი ლიზეტა, საყვარელი კერძი 40 წლის ქალიშვილი ლიზეტა. გამიგე, მაგრამ ლაშასთან უკვე იდეალი ქალიკაცი 40 წლის ქალიშვილი ლიზეტა. განათლებაზე უმაღლესი უწერი, აქ აღარ არის ლიზეტა. ალადი 19 რა ფერონება აქეთ უფრო მეტია. ესე იგი ლაშა არის 19 წლის. განათლება უმაღლესი, ესე უკვე დამთავრებულია უნივერსიტეტი. კი ბატონო. 19 წლის ადამიანი. ჰობი 40 წლის ქალიშვილი ლიზეტა. საყვარელი ცხოველი 40 წლის ქალიშვილი ლიზეტა. საყვარელი კერძი არჭა. რა გაჭმევს 40 წლის ქალიშვილი ლიზეტა. რაზე დახარჯავ ფულს 40 წლის ქალიშვილი ლიზეტა. კი ბატონო, მოგები შეფრაში რაში გამოიყენებთ თანხას 40 წლის ამაკეთით ვერ მიგიღებთ იცი. ამკეთა ნახოთ აბა ერთი რა ჟანრი იქნება. გადაუწერია. რა ჟანრი იქნება? ალბათ რაღაცა წესები ხო ვიცით? დამაინტრიგებელი ფრაზა დაწერილი 40 წლის ქალიშვილი ლიზეტა. კი ბატონო. ახლა 3 2 1 პირველ არხზე იმნაირი მაგარი პორნო გადიოდა ეკრანის კუთხეში ყრუმუჩდა გამოსახულების ქალი მხოლოდ ამას აკეთებდა. სარფში ჩამოსულა მიშამ მარგველაშვილი შემოუთვალა ყოფას კიდირებთო. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მატჩის ტრანსლირების დროს ჯამლეთ ხუხაშვილმა იმ ხელაზე დაახველა ტელევიზორის 3 საათი ყანყალობდა. კაზანტიპს ისეთი მძიმე მარხვადები ხო ყველაზე მეტად სოიოს პრეზერვატივები იყიდებოდა. შუმახერს უკვე 3 თვეა მიქელა მისდევს და მაინც ვერ დაეწია. ჩემ ეზობელს ისე უჭიდა 50 ლარიანი რო დაეკარგა თამარ მეფე უძახო და აქ ვარ ძიაო. ჩემ ეზობელს იმხელა ყმა მუხლებამდე წყალში დაიხჩო. ჩემ ეზობელს იმხელა მკერდი აქ ბოდიში მაგრამ იმას უძვები ქვია. კი ბატონო. კარგია. 50 ვარი თქვენია ბიჭებო. 50 წლის ქალიშვილი ლიზეტა გვაქვს და აბა ვაგრძელებთ თამარს. 100 წლის თუ იქნება თუ წვეთ თამარს. არა, რა თქმა უნდა ვიცოდი რა წვეთ თამარს. 3 2 1 ჩემ ეზობელს იმხელა მკერდი აქ ბოდიში მაგრამ იმას უძვები ქვია. ჩემო ეზობელმა შობიარობის დროს იმდენი წყლები და უარა ბავშვი აკვალანგით დაიბადა. ჩემ ეზობელი ისეთი ინფორმაცია პატას უძახის. მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შემდეგ ანაბანას მამამ პლანი მოუტანა. ჩემ ეზობელის სოლი ისეთი ტლიკინა მის ქმარს ენას კოცნაშიც უბრუნებს. კემბრიჯის უნივერსიტეტის 5 დაბოლილი სტუდენტიდან 2 მარიხუანამ დააბოლა 3 სააკაშვილის ლექციამ. ჩინელმა შოთა რუსთაველმა დაწერა წიგნი სახელად გეტრის ყაოსანი. ქუთაისში ნინო ქათამაძის კონცერტზე იმხელა ქარი იყო მის სამღერზე ნაცნობა ქარმა შტორიდან ჩამოგლეჯილი ტრუსიკი მეიტანა. წრიულის ავტობუსში 40 წლის ქალიშვილი ლიზეტას იმნაირი მოტკეცილი ჯინსი ეცვა წინაჯიბიდან რკინის ორლარიანი 20 დახურდავებული ამოიღო. გუში ქართული ტრადიციული ტრანსექსუალი ვნახე გედევირიე ქალიშვილობა და ვაჟიშვილობა ერთად ქონდა შერეჩუნებული. ქუთაისში იმნაირი პაპანაკება სიცხებია გიაი ლორწმიანი გია. იკოლოს გაიც. კარგია. 40 წლის ქალიშვილი ლიზეტა ხედავს სად იყო დამარხული? სად იყო დამარხული? სად იყო? 1000 ლარზე ექნებოდ კიდე ამათ უეჭველი. ბიჭებო 100 ლარი თქვენია. წინ 200 ლარია, რა შევ? ავაგზელებთ. აში მოვემზადოთ 3 2 ამატებთ კიდე ერთ კათხას, აბა. 3 2 1 ვის ქუთაისში ისე მოკლე ფეხები აქვს დუდულებს იამებში ურტყამს. კარბანშიკები რომ არ არსებობდნენ 40 წლის ქალიშვილი ლიზეტას სექსუალურ ცხოვრებას საერთოდ არ ექნებოდა. იტალიაში იმნაირი სიცხებია რომის პაპი ხელს მარაოთინ უქნევდა ხალხს. მურმანჯინორიას ლოყები ისე აქ შეყრილი ქალმა რვაკოცა ენაჩო უგეტა. ქუთაისის სექსბუშაკი ისაა ისეთი მორწმუნე გახდა ბიჭებს უფასოდ გვაძლევს. აფთიაქში იმდენი წამლები აღარ იყიდება. ურეცეპტოდ ბებიაჩემა კიტრის ფშავეს ვალერიანის წვეთები უქნა. შუმახერის გასვენებაზე ლიმონათებზე პატარა ორგარიანი ოკები დარბოდნენ. საქართველოში წეს იმდენი თხილის ექსპორტი მოხდა 9 ძმა შაურმას იყოფდა.
ქართული რეალობა ხელმოწერაში მარგველაშვილის იაფარულა მომგაასრო. გუფა კიკაბიძეს კბილებში იმხელა და შორება გუშინ კერა ერთი კვირის წინ რაჭამა იგი ახსოვს. ქართული ერთგულების ნამდვილი მაგალითი იაფარულამან ხუთივეჯერ ხელი ერთი და იგივე მატჩის ბიუროში მოაწერა. ჩემი შეყვარებული მუშაობს აფთიაქში, მაგრამ რაც გინდა 1 სექტემბრის მერე ურეცეპტოდ არ მაძლევს. ჭორვილაში წელს ალილოზე ბოქშები მასტერკარდებით დარბოდნენ. ალბათ უკეთესი იყო რამე საჭირო, რა სიტყვი ბიჭებო? აქ 40 წლის ქალიშვილი ლიზეტაც ვერ გადაგვარჩენდა. ვერ გადაგვარჩენდა, ხო? არა, მე ამ ყვაწილებს ვინდა უთხრა, რომ კარგი ბიჭები ხართ ძალიან. მე ეს ჟანრი ზოგადად მომწონს, აი სტილი იუმორის რაღაც ხარტულები თუ რა შეიძლება რა ქვია, არ ვიცი. უბრალოდ მე ვთვლი რომ ცოტა რაღაც გვაკლდა რა, აი რაღაც აკლდა. არა უშავს, იმედი მაქვს რომ ბიჭები იმუშავებენ, დაიხვეწებიან და მომავალში კიდე გვესტუმრებიან, ხო? ძალიან კარგი. აპლოდისმენტები გავაცნობ. მადლობა.